ეხლა გასავლით როგორ აწყობთ მისამელი სწორად. პირველ რიგში დავაკეთოთ რესორი, გვალი მოხრილი ხანი ჩდება აქეთ ხარეს. შესაბამისად ეს არის 2. პალეტი ცოტა მსხვილი, ცოტა წვრილი. მსხვილი მიდის აქეთ. რესორები დამაგრებულია უკვე სწორად. გადავიდეთ შემდეგ ნაწილს. დავაყენოთ დინაცვირი XCB უშუალო მოტობლოკს. ამას აქვს სამოხურჭე პედალი და ნელ-ნელა აგიხსნით ყველაფერს რა როგორ ხდება. ეს დამაგრებული არის უკვე. ახლა გადავდივართ შემდეგ ნაწილს. დავაყენოთ ოლიუსი. მოვონთ სწორად. ეს არის ტურმუზის რუჩნოის ფეხები. ესენი უნდა იყურებოდეს აქეთ წინ ხარის. ეს არის სწორი. ეხლა აგიხსნით როგორ ხდება უშუალოდ ოლიუსის დამაგრება რესორზე. ეს დამაგრები აუცილებელია ასე ზემოდან მოვაქციოთ აქეთ იქიდან. სამაგრებით უნდა დავამაგროთ ორივიდან. ახლა დაგვჭირდა ჩვენ შემდეგი ნაწილების დაყენება, ეს არის უშუალოდ პედალზე საბურყრუჭე სისტემის შემადგენელი ნაწილი. ესენიც მოკლე დეტალები, რაც უკვე უშუალოდ საბურავთან არის კონტაქტში. მოხსნით ამ დეტალს. ამასაც ამოვიღებთ შემდეგ. სალთ. აი აქ აქვს თავის ჭრილი. ამაში გავატარებთ. გავუკეთებთ ისევ ამას. აქ ქვევით ხარეს ახლა ჩვენ დავშავ მხოლოდ საბურავების დაგანება და ქვედა ძირი მორჩენილია აწყობას. ახლა დავამაგროთ პოლიუსი რესორზე მყარად რომ იყოს. ეხლა დავაყენოთ მისაბელზე გვერდითა ბორტები. აუცილებელია გვერდითა ბორტი ჩაჭდეს აი აქ. გულეთ აქეთ ხარესაც აქვს თავის ჩამკეტი, ეს ჩამკეტი უკანა მხარეს უნდა იყოს. მეორე ჩამკეტი თავისუფლად რა თქმა უნდა აქ უნდა ჩაჭდეს. დავაყენოთ სკამი თავის სათავსოსთან ერთად. დავაყენოთ უკანა ბორტი. ეს არის რითიც უშუალოდ მოტობლოქსები. კალიცოს ჩატებთ აქ. ამით დასრულდა ჩვენი მისაბმელი საწყობი. ეს არის თვითმცლელის გადახსნა და ხურვის ჩამკეტი. ახლა არის ღია. დამაგრების შემთხვევაში არის დაკეტილი მდგომარეობაში.